ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებულ დავით ტაბიძეს პროკურატურამ ბრალი ზახესის დროებითი მოთავსების იზოლატორში წარუდგინა. მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ამ პოზიციას ლაგი კაპიტალთან დაკავშირებული გამოძიების პერიოდში იკავებდა. სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ ტენდერებთან დაკავშირებულ დანაშაულებრივი სქემის შესახებ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო. ხვალ კი პროკურატურა აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლოს მიმართავს და დიდი ალბათობით პატიმრობას მოითხოვს. ბრალდებულისათვის ცნობილი იყო, რომ კონტრაქტორი კომპანია ფონდისაგან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საამასო თანხების გაცემას ითხოვდა ისე, რომ ხელშეკრულებით ნაკისრ სამუშაოებს არ ასრულებდა. მიუხედავად ამისა, ბრალდებულმა ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და კომპანიას ეტაპობრივად სამშენებლო სამუშაოების დაწყების მიზნობრიობით ამასის სახით 11.200.000 ლარზე მეტი თანხა გადაურიცხა. ისე, რომ რიგ შემთხვევაში ჯერ კიდევ ბაღების სამშენებლო პროექტები არ არსებობდა. დავით ტაბიძის დაკავების შესახებ ფორმულა მაყურებელს 2 დღის წინ უყვებოდა. მაშინ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. დადასტურდა მხოლოდ ის, რომ დავით ტაბიძე და მისი ყოფილი თანამშრომლები ლაგი კაპიტალთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე საგამოძიებო უწყებამ გამოკითხვაზე დაიბარა. მიმდინარეობს პროცესი და ჩემთან თუ დაჭირდება კითხვაზე პასუხის გაცემამ, გადავარ მეთქი და გამოძიება მიდის და ამიტომ მე კომენტარი რა გაკეთოთ არ ვიცი თქო. არა, პროკურატურაში არ ყოფილა უბრალოდ კითხვები რაც იყო თავის დროზე. რაც კონდა შევხვდი ვისაუბრებ ჩვეულებრივ პროცესი მიდის და გავეცმაჩები და ჩვეულებრივად ეხლა თავისუფლად გადავაპირებდი არავითარი დაკავება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ატარებს გამოძიებას. სწორედ 2023-24 წლებში სატენდერო პირობებში ხელშეკრულების დარღვევას ედავება ზარქუების ოჯახთან დაკავშირებულ შეპესე ლაგი კაპიტალს გამოძიება. დაკავებულის ადვოკატის თქმით, მან არ იცის რა ურთიერთობა ჰქონდა მის დაცვის ქვეშ მყოფს ირაკლი ზარქუასთან და ვერც იმას გვეუბნება მივა თუ არა გამოძიება საბოლოოდ ქარსელაძემდე. დავით ტაბიძის ინტერესების დამცველის თქმით, ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და სადაა უპასუხოს გამოძიების ნებისმიერ კითხვას. ბატონი დავითი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლით, ანუ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, კერძოდ აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით. ბატონ დავითს დასამალი არაფერი არ აქვს, შესაბამისად თანამშრომლობისთვისაც მზად არის, მას დანაშაული არ მიუძღვის. შესაბამისად ჩვენ ღია ვართ, მზად ვართ, იგი დაკითხულიც არის მოწმის სახით. ფინანსურმა პოლიციამ 11 სატენდერო ხელშეკრულების დარღვევის გამო, რომლის მიხედვითაც ლაგი კაპიტალს 30 საბავშვო ბაღისა და 4 სკოლის რეაბილიტაცია უნდა ჩაეტარებინა, ამ კომპანიის ხელმძღვანელობა უკვე დააკავა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა კი პირველი ხელშეკრულება ლაგი კაპიტალთან 2023 წელს დადო, მაშინ როცა კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი ირაკლი ზარქუას ცოლისმა ალექსანდრე ამისულაშვილი იყო. ზარქუა კი სიძის დაკავებას არ ელოდება და ლაგი კაპიტალთან ოჯახის ახლობლის კავშირს უარყოფს. განმარტავს, რომ ალექსანდრე ამისულაშვილი დოკუმენტებში მხოლოდ იმ მიზეზით მოხვდა, რომ საჯარო რეესტრმა ცვლილება კომპანიის უფასო გასხვისებასთან დაკავშირებით დროულად ვერ ასახა. ჩემი სიძე შეხებლობაშიც არ არის ტენდერებთან, ეს ერთი. მეორე, ის ფლობდა კომპანიას, რომელიც კერძო სექტორში ოპერირებდა, შემდეგ უკვე გადასცა სხვა სანამ გადაფორმდებოდა ეს კომპანია იმ ხალხზე. მათ შეაგდეს ტენდერებზე ეს კომპანია და ბოლო 2 დღეში მე რეესტრმა უკვე გადაუფორმა. პროკურატურას და შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდე, რომ იქნებ შეისწავლათ ეს თემა, იმიტომ რომ იქ იყო გარკვეული ბუნდოვანება და არაკეთილი სინდისერი დამოკიდებულება. ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირები საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის ავანსად მიღებული 11 მილიონი ლარიდან 9 მილიონ ლარს თაღლითურად დაეუფლნენ. დაკავებულებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზებასაც ედავებიან. კორუფციის მკვლევრები დარწმუნებულები არიან, რომ კორუფციული გარიგებების შესახებ საქმის კურსში იქნებოდა ირაკლი ქარსელაძეც. შესაბამისად, შემდეგი ვისითაც გამოძიება უნდა დაინტერესდეს ყოფილი ინფრასტრუქტურის მინისტრი და ირაკლი ზარქუას სიძია, რომელიც 2023 წელს კომპანიის მეწილე იყო. მათი ეს გადაწყვეტილებები მინისტრების მოადგილეების და პრემიერ-მინისტრების გარეშე ვერ განხორციელდებოდა. საუბარია მილიონობით ლარზე, რომელსაც ისინი იპარავენ და აუცილებლად პასუხისგებლობაში მიეცემა ყველა ის პირი, რომელიც იპარავდა მანამდე, დღეს არიან უბრალოდ პოლიტიკური ანგარიშწორების სამიზნეები და იპარავენ დღესაც. დავით ტაბიძე იყო ირაკლი ქარსელაძის უახლოესი გარემოცვის წევრი, ორივე ქუთაისლები არიან, ორივე მუშაობდა, ასე ვთქვათ, ერთი ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო და მეორე მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, რომელიც არის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაწილი. ამ პერიოდში, ასე ვთქვათ, მათ განკარგეს დაახლოებით 18 მილიარდი ლარის ბიუჯეტი ამ სამინისტროს მეშვეობით და ეხლა, ასე ვთქვათ, რა ბრალითაც დაიჭირეს დავით ტაბიძე, ეს არის გავრცელებული კორუფციული სქემა ქართულ ოცნებაში, რითაც ყველა მოქმედი და ყოფილი ჩინოვნიკი ქართულ ოცნების არის პასუხისმგებაში მისაცემი.
ელოდება თუ არა დაკავებას ირაკლი ქარსელაძე არაერთი მცდელობის მიუხედავად ის ფორმულას სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. დღეს ჩვენ მის საცხოვრებელ სახლთანაც ვიმყოფებოდით, თუმცა ქარსელაძე ადგილზე არ გამოჩენილა. არადა მასთან დაკავშირებით ამ და სხვა დანაშაულებრივ სქემებზე ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. ქარსელაძე იყო ადამიანი, რომელიც გარეშეც ფიზიკურად ვერაფერი ვერ მოხდებოდა. ანუ ეს დაკავებული ტაბიძეც ქარსელაძის გარეშე ვერაფერს ვერ წყვეტდა. ანუ საბოლოო თანხები, საბოლოო გადარიცხვები და ყველაფერი იყო ქარსელაძე. ანუ ქარსელაძის გარეშე ვერც ეს საქმე და ვერც წინა ორი საქმე, რომელზეც უკვე დაკავებულები არიან და ჯერ მხოლოდ კომპანიის თანამშრომლები არიან დაკავებულები და არ არიან საჯარო მოხელეები, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ ხელშეკრულებაზე ხელი აქვთ მოწერილი, მიღება-ჩაბარების აქტებზე ხელი აქვთ მოწერილი. საგამოძიებო უწყების ცნობით ამ საქმეზე ასევე დააკავეს ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი, რომლებმაც სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ. უწყების ცნობით გამოძიება ლაგი კაპიტალის საქმეზე გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში დაკავებულ პირთა წრე გაიზარდოს.